მე ისეთი მენტალიტეტი მქონდა და მცდარი. რამდენი ბურთს მე მივიღებდი, იმდენი ჩაგდება მინდოდა. და ალბათ არ არის ჩასაგდების სიტუაცია. ეს დაგვეხმარება, რომ შემდეგ საფეხურებში უფრო გამოცდილები ვიყოთ და უფრო ესებისთვის მზად ვიყოთ რა და ეს მე როგორ დისრესპექტად მივიღე, იცი რა? ისმე ლაპარაკი. ეგ პირველი შეცდომა ჩემი, რომ ბოტასებთან ერთად მეძინა და ბურთთან ერთად მეძინა ისე შემიყვარდა. ჩვენ ნაკრები ერთადერთს ვერაზროს ვერ შეცვლის და ეს არის ხასიათი. ქართული ხასიათი, გამტანიანობა. მოგესალმებით, ეს არის სპორტული პოდკასტი, სადაც ვეხმარებით მოქმედ სპორტსმენებს, რომ გახდნენ უკეთესი სპორტსმენები. ჩვენი ვმყოფებით პოდკასტ არეაში, სადაც წერთ ამ პოდკასტს და ჩვენი სტუმარი არის ბექა ბურჯანაძე. როგორ ხარ ბექა? ძალიან კარგად, დიდი მადლობა მოწვევისთვის. მადლობა, ძალიან დიდი რომ მოხვედ, ძალიან მიხარია რომ აქ ხარ და სანამ გადავალთ უშუალოდ აი ნაკრების თემებზე და მსგავს ამბებზე, იქამდე მინდა დავიწყოთ შენი ბავშვობიდან, როდესაც კალათბურთზე შეხვედი. პირველ ვარჯიშზე რა შთაბეჭდილებები გქონდა? და აი პირველი ვარჯიშიდან დაახლოებით რამდენ ხანში მივხვდი ეს შეიძლება 1 წელი ყოფილიყო 2 წელი ან 3 წელი რომ მე ნამდვილად შემიძლია რომ პროფესიონალური კალათბურთი ვითამაშო. ესე იგი 6 წლის ასაკში დავიწყე ну დედაჩემმა შემიყვანა კალათბურთზე რა და ზუსტად 1 სექტემბერს როდესაც პირველ კლასში მიმიყვანა დილით გამოვედი სკოლიდან და წამიყვანა პირველ ვარჯიშზე. ესე იგი რო არ დაგიმალო ეს ჩემი სურვილი და ჩემი ინიციატივა არ ყოფილა პირიქით რა. ნუ 6 წლის რო წამოვიდა დედასგან და ნუ ამას პრეისტორიაც აქვს, იმიტომ რომ დედაჩემს დაყავდა ყოველთვის ზაზა ხაჩულია ვარჯიშებზე და ზუსტად ზაზას პირველ მწვრთნელთან ბატონ ზურაბ სამხარაძესთან მიმიყვანა. ესე იგი, რატო ვთქვი, რომ ჩემი ინიციატივა არ იყო, იმიტომ რომ მე კალათბურთის შესახებ ამ 1 სექტემბერს, როცა 6 წლის ვარ, არაფერი არ ვიცი, ანუ თამაშიც არ მინახავს, ვარჯიშიც არ მინახავს, მით უმეტეს. ძალიან კარგად მახსოვს დიდუბეში, მანეში, ესე მეორე სართულზე რომ ავედი და გადავიხედე, დაბლა დარბაზი რო დავინახე, ეს იყო ჩემთვის იმ მომენტში ყველაზე დიდი ვაუ ეფექტი რა, ანუ დარბაზი რო დავინახე და ბავშვები როგორ ვარჯიშობდნენ ბურთს, აი წამიერი აი პირველი დანახვით შეყვარება იყო ჩემი ეგ მომენტი, ხო? მე ესე იგი ავედი, დავიწყე ვარჯიში, მაგრამ რა არიცი, იმდენად ცუდი ვიყავი. ანუ ეს ნორმალურია ახლა 6 წლის ბავშვი, როდესაც ვარჯიშს იწყებს, ეს მაგრამ მე არ ვიყავი დარწმუნებული თუ ამას ეს იყო ჩემი სპორტი. და ამით მე დავინტერესდებოდი კიდეც რა. ეს იყო ძალიან დიდი კითხვის ნიშანი, იმიტომ რომ მე ვხედავდი თუ როგორ ჩემი გუნდელები იყვნენ ჩემზე ბევრად უკეთესები. და ეს ძალიან მიხარია აქედან რომ უყურებ ახლა ჩემ წარსულს, იმიტომ რომ ძალიან მიხარია რომ ეს ფაქტორი არ გახდა ჩემში ამ კალათბურთის სიყვარულის ამ ნაპერწკლის ჩაქრობის ან ჩამშრობის მიზეზი, ხო? და ესე იგი არ დავნებდი, მივდიოდი ყოველდღიურ ვარჯიშებზე, მიუხედავად იმისა, რომ მე წესები არ ვიცოდი და ნუ ყველაფერი ნოლიდან მქონდა შესასწავლი რა. ნელ-ნელა დავიწყე კალათბურთის უზომოდ შეყვარება. ანუ მე ვხვდებოდი და ვაანალიზებდი იმას, რომ ფანატი გავხდი რა. და ამას გეუბნები ალბათ დაწყებიდან იმ 1 სექტემბრიდან ალბათ ერთ 3-4 თვეში. ნუ იმის გამო რომ იმ პერიოდში შემოჯახს არ ქონდა იმ საშუალება რომ თუნდაც სათამაშო ბოტასი ეყიდა და რაღაც კეტასებით თამაშობდი და ბურთზე ზედმეტი ალაპარაკი, ანუ ჩემამდე, ჩემი გუნდის ვარჯიშამდე ჩვენზე დიდები, უფროსი ბიჭები ვარჯიშობდნენ და ისინი მიტოვებდნენ ხოლმე ბურთს რა, იმიტომ რომ სხვა ყველა ჩემ გუნდელს თავის 5 ნომერი ბურთი ჰქონდა, ხო? და მე ვიყავი ერთადერთი, რომელიც იმ 7 ნომრით, ანუ დიდი ბურთით ვარჯიშობდი ჩემ გუნდელებთან ერთად და მე უკვე ძალიან კარგად მახსოვს, როდესაც დედაჩემმა შეძლო და მიყიდა პირველი ბურთი და ასევე ბოტასი, სათამაშო ბოტასი, შაკილონილის ბოტასი იყო შავი, რა დამავიწყებს თეთრი ლოგოთი უკან ქუსლისკენ.
ბოტასებთან ერთად მეძინა და ბურთთან ერთად მეძინა ისე შემიყვარდა. ძალიან ბევრი მოთამაშისგან მაქვს ეგ ხო, გაგებული. და და მშობლისგან. ეს პირველი სიყვარული და ეს ფანატიზმი კალათბურთისადმი დღემდე მომყვება რა და მე ალბათ ვილაპარაკებთ, მაგრამ რა წინაღობას დაასახელე, რა წინაღობას აღარ შევჩეხები ვარ ჩემი კარიერის განმავლობაში და მადლობა ღმერთს, რომ არც ერთ ამ წინაღობას ვერ გაუჩერები ვარ რა და ვარ დღემდე აქ მადლობა ღმერთს, რომ პროფესიონალი კალათბურთელი, რომელიც აგერ ერთ თვეში ევრობასკეტი გველოდება და მთელი ამბები. ესე რომ ძალიან ისეთ საინტერესო ისტორია რა ჩემთვის. რო ყვებოდი დამეჟრიალა ისეთი ემოციები წამოიღო. როდის მიხვდი, რომ გახდებოდი პროფესიონალური კალათბურთელი? როდის დაირწმუნე შენი თავის, რომ მე შეიძლება უფრო მეტი შანსი მქონდეს, ვიდრე სხვა შეიძლება ქონოდა? ძალიან კარგი კითხვაა და მე ვიტყოდი, როდესაც როგორი იყო ისე ორი ეტაპი იყო მაგის. პირველად, როდესაც საქართველოს 14 წლამდელთან ნაკრებიც 14 წლამდელთან ნაკრებში გამომიძახეს, ეს იყო ჩემთვის მაშინ პირველი, ახდენილი ოცნება, ყოველთვის 6 წლიდანვე ვიცოდი, რომ მიუხედავად იმისა, რომ კალათბურთის წესები არ ვიცოდი, ყოველთვის მინდა ზაზა იყო ჩემთვის ძალიან დიდი მაგალითი და მის თამაშებზე ყოფილ ვარ და ის ემოცია, ის მუხტი, ის ფანების, ჩვენი გულშემატკივრების ძალიან ეს დადებითი ემოციები ძალიან კარგად მქონდა ჩემ მეხსიერებაში და მინდოდა, რომ ეს მეც გამომეცადა. როგორც მოქმედი კალათბურთელი რა და არა როგორც გულშემატკივარი. და ესე იგი, პირველად რომ ნაკრებში გამომიძახეს, მაშინ ეს იყო ჩემთვის ძალიან დიდ ემოციებთან და სიამაყესთან დაკავშირებული და უკვე მე უფრო სერიოზულად რომ მივხვდი, რომ პროფესიონალი კალათბურთელი შემეძლო გამოსულიყავი, იყო, როდესაც პირველად 15 წლის ვიყავი 16 წლამდელთან ნაკრებში B დივიზიონის ევროპის ჩემპიონატზე წავედი და პირველი წელი იყო ჩემი, 16 წლამდელების, კადეტების რა. და იქ ისე გამოვიჩინე თავი, რომ ევროპის ქვეყნების კლუბებიდან არაერთი კლუბიდან მივიღე მოწვევა. არა კონტრაქტი და შემოთავაზება, არამედ მოწვევა, რომ ტრაიაუთებზე ჩავსულიყავი რა და ავარჩიეთ კახასოლი, სევილიის კახასოლი, მაშინ გამოირჩეოდა როგორც ერთ-ერთ ესპანეთში, მთელ ესპანეთში ერთ-ერთ წამყვან სკოლად, ასაკობრივ გუნდებში, ჩავედი და 16 წლამდელების გუნდში იქ როგორ არის იცი? ერთ დღეს თამაშობენ 2-3 თამაშს რა, ცოტა AAU-ს სტილის ის ქონდა. ეხაც ABL-ზე და BBL-ზე რო დადიან ბავშვები და მასეთ სტილის ტურნირში მივიღე მონაწილეობა და რო ვნახე, რომ მართლა ლიდერი ვიყავი და ყველაზე მაგარი მოთამაშე ვიყავი მე. და რო დაუბრუნდი თბილისში და გამომიგზავნეს კონტრაქტი 3+3, ჯამში 6 წლიანი კონტრაქტი გამომიგზავნეს, მაგ კონტრაქტის მიღების შემდეგ მე მივხვდი, რომ ვაუ, ესპანელები რახან დავაინტერესა ჩემი ნიჭით და ტალანტით თუ ჩემი კალათბურთული დონით, მე ალბათ შემიძლია რომ პროფესიონალიც გავხდე რა. და იქიდან უკვე ძალიან სერიოზულად უფრო გავასერიოზულე ჩემი მიდგომა კალათბურთისადმი. აქამდე თუ იყო ეს მარტო ფანატიზმი და ვარჯიშები და თამაშით დატკბობა, ეს გადავიყვანე უკვე დაუღალავ შრომაში რა. და ვიცოდი მე ესპანეთში რაც მელოდა, იმიტომ რომ გაანალიზებული მქონდა უკვე, რომ ამ შრომის მოყარების გარეშე მე იმ პროფესიონალიზმამდე ვერ მივაღწევდი. და ალბათ ეგ მომენტი იყო, როდესაც მართლა გავითავისე და მივხვდი, რომ მე მართლა შემიძლია გავხდე პროფესიონალი. როდესაც ჩახვედი უკვე კონტრაქტი რო გამოგიგზავნეს და რო ჩახვედი უკვე სათამაშოდ, დარწმუნებული ვარ ძალიან რთულია ყველა ადამიანისთვის, როცა სახლიდან მოშორებით ხარ, მშობლები არ გყავს, მეგობრები არ გყავს და გიწევს რომ რაღაც სხვა სიტუაცია შეეგუო და ყოველდღიურად დაამტკიცო შენ, რომ იქ ნამდვილად იმსახურებ ყოფნას. ძალიან რთულია ეს ყველაფერი და მაინტერესებს რა პრობლემა შეხვდი პირველი რა დაბრკოლება იყო შენთვის, როდესაც ჩახვედი ესპანეთში.
ესე იგი, როდესაც ეს კონტრაქტი გამომიგზავნეს, ჩემთვისაც და დედაჩემისთვისაც აი სავსებით დარწმუნებულები ვიყავით, რომ ეს კონტრაქტი უნდა გაფორმდეს და მე წავიდე ესპანეთში. ანუ ორივემ 100%-ით კომიტით ვიყავით ამაზე. მე იმიტომ რომ ანუ თვალებზე მქონდა რა ის რაღაც გადაკრული ისე რომ აი ოღონდაც წავსულიყავი რა, ოღონდაც მე ეს გზა მქონოდა ხსნილი ჩემი პროფესიონალი კალათბურთელობისკენ რა. მაგრამ ამას უკან ახლა ისტორია აქვს, იმიტომ რომ მე 14 წლის ასაკში გარდამეცვალა მამა, შესაბამისად მშობლებზე მიწევს ძირითადად ლაპარაკი და ხაზგასმა, იმიტომ რომ მათი დამსახურებაა მართლა სადაც ახლა ვარ, ღმერთის და მათი დამსახურებაა რა და ძალიან ხშირად მომიწევს ალბათ მათი ხსენება რა და ესე იგი დედაჩემი რჩებოდა მარტო. მე კაი სპორტის და კალათბურთის სიყვარულით მივდიოდი და დედაჩემიც მაწვებოდა რომ წავსულიყავი, იმიტომ რომ იცოდა რომ ჩემი გზა პროფესიონალობისკენ იყო იქ ესპანეთში. მაგრამ ამავდროულად ვიცოდი რომ ის რჩებოდა მარტო. ჩვენი ოჯახის სხვა წევრები, ძირითადად მამა ქუთაისელი იყო, ქუთაისიდან იყო და ქუთაისში იყვნენ ჩვენი ოჯახის წევრები მამის მხრიდან, თბილისში ისეთი ნათესაობა და ის არ გქონდა და მოკლედ ძალიან რთული სიტუაცია იყო რა. მაგრამ კიდევ უსვავ ხას, ანუ ჩემი სიყვარული კალათბურთისადმი იმხელა იყო, რომ მე აუცილებლად უნდა წავსულიყავი. ასევე ვიტოვებდი უკან მეგობრებს, ჩემ კლასელებს, ჩემ წრეს, ვისთანაც ძალიან კომფორტულად ვიყავით და საერთოდ ზოგადად კომფორტის ზონას ვტოვებდი. მაგრამ ალბათ რომ ზრდისთვის, ადამიანის ზრდისთვის, პიროვნებისთვის, როგორც პიროვნება, როგორც პროფესიონალი, როგორც სპორტსმენი, როგორც ბიზნესმენი, ალბათ ყველანი უნდა გამოვიდეთ ჩვენი კომფორტის ზონიდან და ეს იყო პირველი ჩემი წინ გადადგმული ნაბიჯი ამ კომფორტის ზონიდან გამოსვლის. ნუ ეხლა მარტო ჩავედი, წარმოიდგინე ესპანეთში ვარ 15 წლის, ნუ 16-ის გავხდი და წავედი იანვარში. 16 წლის ბავშვი ვარ. აღმოჩნდი რადიკალურად განსხვავებულ ადგილას, განსხვავებული კულტურა, ენა ეხლა ოლაც, ანუ გამარჯვებაც არ ვიცოდი რა, წარმოიდგინე ისეთ და იქ ის ფაქტორიც იყო, რომ მე როგორც უცხოელი უცხოეთიდან ჩასული ბავშვი იქ ესპანელი ადგილობრივები ცოტა ისე მიყურებდნენ ხო ხვდები ამ დამტკიცება გიწევდა ხო ამის ჩემი ადგილის დამკვიდრება ყოველდღიურად მიწევდა რა შე როგორც თქვი შენ კითხვაში როგორც დასვი რა ალბათ ეს ენის ფაქტორი და ეს საერთო მდგომარეობა იყო ყველაზე დიდი პირველი დარტყმა რაც მივიღე მაგრამ ყველაფერში კიდევ უნდა ვთქვა რა, კალათბურთის სიყვარულმა იმდენ რამეში გამატანინა, რომ ეს ჩემთვის არაფერი არ იყო რა. კი ეს არის რაღაც გარკვეული წინაღობა 16 წლის ბავშვისთვის, მაგრამ ეს ნუ არ ჩემთვის არაფერი არ იყო. მე იმხელა მიზნები მქონდა და ისეთი ბოდიში და დუხით ჩავედი, რომ ეს ჩემთვის არაფერი არ იყო რა, იმასთან შედარებით, სადაც მინდოდა მე წასვლა, ხო? და სადამდეც მინდოდა მე ასვლა. მაგრამ მიუხედავად ამისა, რაც ამაზე ვილაპარაკე, მე ვიყავი იღბლიანი და ვარ იღბლიანი, იმიტომ რომ ჩემი ცხოვრების მანძილზე ძალიან სწორი ადამიანები შემხვდნენ გზაზე. ჩემი იქაური 16 წლამდელთა პირველი მწვრთნელიდან დაწყებული, ძალიან ბევრი გუნდელით დამთავრებული. მადლობა მათ, რომ ეხლა ვარ სადაც ვარ. ნუ ჩემი შრომის მოყარეობის გარდა, ჩემი აზრით აუცილებელია რა, რომ ესეთი ხალხი შეგვდეს ცხოვრებაში. რომ შენი თავი განაგრძო და განავითარო. და ალბათ აი პირველი ეს წინაღობა და რთული მომენტი იყო ეს. შემდეგ უკვე ნელ-ნელა ვისწავლე როგორ გადამელახა ყოველი ეს საფეხური და ნელ-ნელა აუდიოდი ზევით. მე მახსენდება აი ენის ბარიერთან მე საფრანგეთში ვთამაშობდი რეგიონალურ ლიგას იქ 2 წელი მომიწია წასვლა რაღაც ფაქტორებიდან გამომდინარე და მივედით ამ გუნდში.
ხო და ყველაზე რთული მომენტი იყო, რაღაცები კი დავამუღა მე ფრანგულად სიტყვები, რაც კალათბურთს ეხებოდა, მაგრამ იმდენად არ ვიცოდი ფრანგული, რომ დგებოდნენ მე და ლაპარაკობდნენ თავისით, ანუ მე ვიდექი და უყურებდი რა, ხო. ვერ ვიგებდი ვერაფერს და ეგ არის ძალიან ანუ ძალიან კარგად გესმის ჩემი რაც თქვი კი, ახლა, კი. იმიტომ რომ ანუ ვისთან ვარ თვითონ შეიკრებოდნენ, თვითონ თავიანთ სამეგობრო წრე იყვნენ და ქონდათ და მე რაღაც ისე, მაგრამ ზუსტად მაგ მადლიერებით რახან ვამბობ, ზუსტად მაგ ბიჭებში და მაგ ჯგუფში აღმოჩნდნენ ისინი, რომელმაც ძალიან ისე თავისიანად მიმიღეს და გამაწევრიანეს და მე უკვე იცი რა არის იქ გარემოში, ესპანურ გარემოში როცა ხარ, თან მე მასწავლებელი ამიყვანა კლუბმა, არა მარტო მე, ვინც ესე უცხოეთიდან ვიყავით ჩასულები. და დილის ვარჯიშის მერე 2 საათიანი გაკვეთილები ქონდა, კვირაში 4-5 ჯერ ამ მასწავლებელთან რა, მხოლოდ ესპანურის გაკვეთილები. და წარმოიდგინე, ეგ პლუს რო გამოხვალ კლასიდან და გარემო რო სულ ესპანურია, გეხმარება იმაში, რომ ძალიან ადვილად აიქვისო და აი 5 თვეში 0-დან დაწყებულმა, აი გამარჯობა რო არ ვიცოდი როგორ უნდა მეთქვა, 5 თვეში დავიწყე ჩვეულებრივად ლაპარაკი და აი გარემო თუ გიწყობს ხელს, ძალიან ადვილად სასწავლიანაა რა. თან ალბათ შენ იმასაც ატყობდი, რომ როდესაც ცოტა უკვე სწავლობდი ესპანურს და აჩვენებდი ამას გუნდელებს და მწვრთნელს, დამოკიდებულებაც უფრო იცვლებოდა მათი შენ მიმართ. აი წარმოიდგინე ახლა ჩვენთან რო ჩამოვიდეს ტიპი უცხოეთიდან და უკვე ძალიან მიხარია რომ არაერთს ვაწყდები ესეც და იმდენი თავის შრომა და დრო და ენერგია ჩადოს რომ ქართული ისწავლოს და ჩვენ ახლა დაგვიწყდეს ქართულად გველაპარაკოს ჩვენში რამხელა respects და პატივისცემას მოიპოვებს ხო იგივე ანალოგიური ხდება იქაც რა მე უკვე ესპანურად რო დავიწყე და ეს ფაქტი სასაცილოა, იმიტომ რომ სევილია ხო ანდალუსიის ქალაქი და დედაქალაქია და ეს სამხრეთ ანდალუსიელები ლაპარაკობენ ძალიან თავისებური აქცენტით, სასაცილოდაც კი ჟღერს, რაღაც სიტყვებში ასოებს იპარავენ, რაღაცნაირად თან ძალიან სწრაფად ლაპარაკობენ და ჩემი მასწავლებელი, ვინც ესპანური მასწავლა, იყო სევილიის ერთ-ერთი პროვინციის ერთ-ერთი სოფლიდან, ანუ იქ უფრო გაუარესებულად ლაპარაკობენ რა და უფრო სწრაფად და წარმოიდგინე ახლა ამ გოგოს გამსწავლობ მე ესპანურს და მასწავლის ესეთ ესპანურს, როგორც იცის თვითონ. და მე დავიწყე ჩვეულებრივად ანდალუსიურად ლაპარაკი, ანდალუსიური აქცენტით რა. და ეს საქართველოსდან ჩამოსული ბიჭი, ეს 2 მეტრიანი ბიჭი თან ესპანელობის არაფერი მეტყობოდა, ეს შავგრემანი რაღაც ესის, უცბად ვიჩიტები და ვლაპარაკობ ანდალუსიურად. ანუ ეს იყო აი ძალიან სასაცილო მომენტი რა და რო დაინახეს რომ მე ამ ჩემ შრომას და ენერგიას ვდებდი იმაში რომ მეც დამეწყო ლაპარაკი მათთან ერთად და კომუნიკაცია ნუ ამან დიდი პატივისცემა მოიპოვა მათ თვალში რა ჩემს მიმართ და ესეც ალბათ ინტეგრაციის ერთ-ერთი მთავარი ელემენტი იყო. მე მყავს მაგალითად ახლა ჩეჩენი მოთამაშე არის და ძირითადად ინგლისურად ან რუსულად ლაპარაკობთ ხოლმე და ვეუბნები რომ ბიჭების უნდობა თუ გინდა რომ მოიპოვო უფრო მეტად ქართული სიტყვები რაღაცები დაამუღამე რომ მოედანზე როცა თამაშობთ ქართულად უთხრათ რაღაცები და ეხლა წინ გუშინ მოხდა რომ გადავიდა ბურთი და ჩვენია ბურთი ჩვენიაო იძახის და ყველას მაგრად გავუსწორდი. ძალიან მაგარია. რა მაინტერესებს ეხლა ნაკრებზე რო გადავიდეთ უკვე დიდ ნაკრებზე. როდესაც პირველი თამაში გქონდა. ეს ალბათ ყველა სპორტსმენის, ვინც კი არის ნებისმიერ სპორტში არის ოცნება, რომ დიდ ნაკრებში მოხვდეს და დიდ ნაკრებში ითამაშოს. იმიტომ რომ ასაკობრივში მაგალითად არიან ნაკრების მოთამაშეები, რომლებიც დიდ ნაკრებში უკვე ვეღარ აგრძელებენ კარიერას. ანუ კიდე უფრო მეტად გადადგმული ნაბიჯია. შენ მარტო პროფესიონალი კალათბურთელი კი არ ხარ, უკვე ნაკრების მოთამაშეც ხარ. როგორი იყო პირველი თამაში, რა ემოციებით იყავი დამოხტული, იმიტომ რომ არსებობს მოთამაშე, რომელიც ამ დროს არ იქნება ემოციებით დამოხტული. და ყველაზე დასამახსოვრებელი ფაქტი რა მოხდა პირველი თამაშის დროს? ესე ძალიან კაი შეკითხვაა რა, ეს ძალიან ბევრი ის კარგი მოგონებები ამომიტივტივდა ახლა. ესე იგი, პირველად როდესაც დიდ ნაკრებში გამომიძახის, ეს იყო 2013 წელი. ჯერ კიდევ იგორ კოკოშკოვი იყო ჩვენი მთავარი მსმენელი და 2013-ში თან ვიწევდა ევრობასკეტი სლოვენიაში.
პირველი მანამდე მოსამზადებელ პერიოდში ზაფხულში სანამ ევრობასკეტი დაიწყებოდა კი ქონდა ამხანაგური თამაშები, მაგრამ ნუ მაინც ოფიციალური სტატუსი რო არ აქვს თამაშს, ნუ კაი არ ითვლება. და ესე იგი მოვიდა ევრობასკეტი, ვართ 3 ახალწეული, მე დუდასანაძე და ოთო ფხაკაძე და მოკლედ როგორ ვართ იცი, ანუ ვერ ვიწამებს ვითვლით უკვე რომ თამაში მოვიდეს რა, ანუ ამ დიდ სურვილთან ერთად რომ თამაში დაიწყოს. წარმოიდგინე იმ ხელან იმ ინდონეზე ვნერვიულობთ და ალბათ ნორმალურიცაა რა. იმიტომ რომ ვართ რუქები რა, ანუ ახალწეული. და ძალიან კარგად მახსოვს რომ ესე იგი პოლონეთთან გვაქვს პირველი თამაში და ალბათ არც ერთი ჩვენთაგანი არ ელოდა რომ ვითამაშებდით და უცბად იგორი იძახებს შემსახელს. და მე ესე უკან ვიხედები რა, რომ ნამდვილად ბექა ვინ არის, რომ ანუ მე შანსი არაა რა ბექა. და ბექაო შეცვლაზე და უწამოხტი რაღაც ეს ის და ესე იგი ჩემი დებიუტი შედგა ოფიციალურ თამაში პოლონეთთან გორდატი ყავდათ, მაციე ლამპე ყავდათ და ძალიან მაგარი ნაკრები ყავდათ და ყველაზე მაგრა რაც მახსენდება არის ის რომ ზუსტად არ მახსოვს რამდენი წუთი ვითამაშე, მაგრამ მახსოვს ძალიან კარგად რომ ბურთი ჩავაგდე საშუალოდან, მიდრეინჯი ჩავაგდე და რა თქმა უნდა უფრო კარგად მახსენდება ის რომ ეგ თამაში მოვიგეთ რა. ანუ ჩემი დებიუტი შედგა წარმატებით და მოგებით და ჩაგდებული ბურთით და აი ეგ არის რავი, ერთ-ერთი ჩემი საყვარელი მოგონება, რაც ნაკრებს უკავშირდება. რამდენად იმოქმედა ჩაგდებულმა ბურთმა შენ ნერვიულობაზე და აი შეიძლება ნერვიულობისგან გაფანტურებს კი იყავი რაღაც მომენტში, ვერ ხვდებოდი სად იყავი და უცბად ჩააგდე ბურთი და მაგ დროს უფრო მობილიზებული გახდი თუ არა? მაგ დროს რა მახსოვს კიდე კარგად იცი, რომ აი ეს ნერვიულობის ძალიან დიდი ფაქტორი და ზეგავლენა იყო სანამ მე შეცვლაზე ველოდები, საჯმა დაუსტვინა, ანუ შეცვლა კეთდება და აი ამ პერიოდიდან სანამ ბურთი შემოვა თამაში აუტიდან, მახსოვს რომ აუტი იყო რა, რაღაც მნიშვნელობა ხდა. ჩვენ ვიყავით თავდასხმაში, დაცვაში არ მახსოვს, მაგრამ აი სანამ ეს ბურთი შემოვიდოდა თამაში და გამთამაშებელი ბურთს დაიჭერდა, აი მანამდე იყო პიკი ნერვიულობის. როგორც კი ბურთი თამაში შემოვიდა, გაქრა რა, ანუ მაგის არც მე ალბათ არც დრო გაქვს რომ ინერვიულობა, იმიტომ რომ სხვა იმდენი რაღაც გასათვალისწინებელი, თან ახლა მე ვიჭერდი 4 ნომერზე, რა თქმა უნდა, ნუ ძირითადად მთელი ჩემი კარიერა 4 ნომერზე ვთამაშობდი და მაციე ლამპეს ვიჭერდი გორდატთან ერთად ყველაზე წამყვან მოთამაშეს, რომელიც low post-ზე მაგას უგდებენ ბურთს, pick and pop-ს ეგ თამაშობს და რა ყველაფერს ეგ აკეთებს და მაგას ვიჭერ მე სადღა ნერვიულობის დრო რა. და ალბათ ის ჩაგდებული ბურთიც მახსოვს რომ ძალიან ისე თვითწმენით ვესროლე და არა რაღაც ხვდები რა. და იმ ჩაგდებულმა ბურთმაც რა თქმა უნდა ის მომცა რა, რომ ვა, ანუ შემიძლია ახაც ჩაგდე. კიდე უფრო მეტი შემიძლია. კი, ნამდვილად იყო. ძალიან კაი, მიხარია ძალიან საინტერესო ინფორმაციას აზიარებ. სანამ გადავალ შემდეგ კითხვაზე, მინდა გთხოვოთ, რომ გამოიწეროთ არხი, ეს არხი ემსახურება სპორტსმენების განვითარებას და არხის წინსვლა მოგცემს იმის საშუალებას, რომ კიდევ უფრო მეტ სპორტსმენს დაეხმაროთ და უფრო საინტერესო ადამიანები მოვიყვანოთ, რომ უფრო მეტი ხრიკები და რჩევები მიიღოთ მათგან, ამიტომ კიდევ ერთხელ გთხოვთ, რომ გამოიწეროთ არხი. მოდი ახლა გადავიდეთ ყველაზე რთულ პერიოდებზე, რაც კი გქონია შენი კარიერის განმავლობაში, იმიტომ რომ მე რამდენადაც ვიცი, ძალიან ბევრი რთული ეტაპი გადალახე შენ და თუ შეგიძლია, ნუ მედიაში მარტივად გაიხსენებ მაგას, ყველაზე რთული პერიოდი რა გქონია და როგორ გადალახე ეს პერიოდი? იცი, ალბათ ჩვენი მაყურებლებისთვის და მსმენელებისთვის ეს ინფორმაციაც და ეს ჩემი განვლილი გამოცდილებიდან ეს მოყოლილი ისტორიები ძალიან დიდი იმედი მაქვს, რომ შემდეგ თაობას და ძირითადად უფრო ახალგაზრდებს და იმედი მაქვს არა მარტო დაეხმარებათ რა, იმიტომ რომ მე რაც ვისწავლე ჩემი შეცდომებიდან და გამოცდილებიდან, სხვამ რომ მოისმინოს ეს და უკვე გააცნობიეროს, რომ აი შეიძლება ესე მოვიქცე ამ მომენტში. ეს უკვე ჩემთვის იქნება ძალიან დიდი
სიხარულის და ეს ბედნიერების პოდკასტი ზუსტად მაგიტოა, კი, რომ კი, მაგას ძალიან და ემსახურება ძალიან ზუსტად. მაგარ საქმეს აკეთებდა, რა თქმა უნდა, ძალიან ბევრ და დიდ წარმატებებს გისურვებ ამაში. მადლობა. ესე იგი, რამოდენიმე ეტაპი იყო ამ ძალიან ჩემი კარიერაში ძალიან რთული პერიოდის რა. პირველი დავიწყებ იქიდან, რომ 18 წლის რომ გავხდი, კახასულმა, ჩემმა იმ პერიოდში მოქმედმა გუნდმა, შემომთავაზა გაგვიაქტიურებინა ის +3 წელი, რაც ხელშეკრულებაში მქონდა. ანუ 3 წელი 15-დან 18 წლამდე ვიყავი ასაკობრივ გუნდებში, თუმცა ჩემი დებიუტი 17 წლის რო ვიყავი, შედგა ACB-ში, მაგრამ მე ასევე ჯუნიორი ვიყავი და 18 წლამდელების გუნდის ერთ-ერთი ლიდერი ვიყავი, რომელიც ACB-ს გუნდს ემატებოდა ვარჯიშებზე, ყველა ვარჯიშზე და თამაშებზე ჟუან პლაზა იყო მაშინ და ჩემი ერთ-ერთი უსაყვარლესი მწვრთნელია. ჟუან პლაზა ძალიან ხშირად თამაშებზე მეძახდა ხოლმე. თუმცა არ მიწევდა თამაში რა. და ბილბაოსთან შედგა ჩემი 34 წამიანი დებიუტი, როდესაც 17 წლის ვიყავი. და მთელი ამბები. ესე იგი, უკვე 18 წლის რო გავხდი, მე გავხდი პროფესიონალი მოთამაშე სტატუსით. შემომთავაზეს +3 კონტრაქტის გააქტიურება, რაზეც მე რა თქმა უნდა დავთანხმდი. წარმოიდგინე 18 წლამდე ჩემი ასაკის ბავშვებს ვეთამაშებოდი და 18 წლის რო გავხდი და პირველად შემიყვანეს უკვე როგორც პროფესიონალის სტატუსის მქონე მოთამაშე ფელიპე რეიესი დაიჭირეო რა და ანუ გუშინ წინ ვიჭერდი 17 წლის ბიჭს, რომელსაც ვუგდებდი 30 ქულას და ეხლა უცბად ფელიპე რეიესი და ნიკოლა მიროტიჩი უნდა დამეჭირა. ანუ რამხელა სალტოა, რამხელა ნაბიჯია, ხო? ესე იგი, პირველად დიდ წინაღობას აქ შევაწყდი, რომ უცბად იმ ხელა დონეზე მომიწია ასვლა, რომ ამ გეპში შუა დონე არ იყო რა და ჩემმა მწვრთნელმა, ერთ-ერთმა ასისტენტმა, როცა მირჩია, რომ ბექა იცი რა, ან ლუკა დონჩიჩები და პორზინგისები უნდა ვიყოთ ყველა, რომ უცბად ჯუნიორიდან ACB-ში ავიდეთ და თან მაგრა ვითამაშოთ, ან ჩვეულებრივი მოკვდავები როცა ვართ, უნდა გავიაროთ ალბათ ან ლებორო, რომელიც მეორე დივიზიონია, ან ლეპლატა, რომელიც მესამე დივიზიონია და ეს დაგვეხმარება, რომ შემდეგ საფეხურებში უფრო გამოცდილები ვიყოთ და უფრო ACB-ისთვის მზად ვიყოთ რა და ეს მე როგორ დისრესპექტად მივიღე, იცი რომ სმელაპარაკები. ეგ პირველი შეცდომა ჩემი, რომ 18 წლის ხლაპი ხარ, მოდი ესე დავარქვათ რა, უხეშად. და გაძლევენ ესეთ რჩევას, ანუ მე იმდენად მაღალი მიზნები მქონდა. და ამას ახლა ვეგეტყვი რა მიზნებზეც გელაპარაკები, რომ რა მეორე და მესამე დივიზიონი, ანუ აბა მე აქ რატო ვარ, აბა რატომ აძლევთ ამ შანსს რა, ანუ არ ვარ მე ამ დონის მოთამაშე, რომ მე წავიდე და ფელიპე რეიეს ბოქსაუთი გაუკეთო, ბურთი ჩაუგდა და მოუხსნა და ანუ რა მეორე დივიზიონზე მელაპარაკებით ხო რა და ეს პირველი შეცდომა სადაც დაუშვი და ეხლა მე რა მიზნებზე გელაპარაკებოდი რა. 18 წლის რო გავხდი და გავხდი პროფესიონალი მოთამაშე, თავში მქონდა ჩაბეჭდილი და ეს გაზიარებული მაქვს რამოდენიმე ახალგაზრდასთან. თავში მქონდა ჩაბეჭდილი, რომ ბექა შენ გაქვს 4 წელი, რომ NBA-ს დრაფტზე გახვიდე და აგიყვანონ დრაფტზე. მაგაზე აუცილებლად უნდა დავსვა მე კითხვა. წარმოიდგინე ეხლა. ეს სურვილი და ამბიცია კი კაია და ძალიან მაგარია რა და ძალიან საჭიროა, მაგრამ შენ რო 18 წლის ხარ და მაშინ უკვე 18-ის რო ვიყავი, აიტო გარსია რენესესი იყო ჩემი მწვრთნელი, რომელიც ყველაზე ტიტულოვანი და დამსახურებული მწვრთნელია მთელ ესპანეთში, მთელი ესპანეთის ისტორიაში, ვინც პაუ გასოლი, რუდი ფერნანდესი, რიკი რუბიო, მარგასოლი აღმოაჩინა და გაზარდა რა. წარმოიდგინე, ეს ტიპი მყავს მწვრთნელად. და ანუ იმდენად მენდობა, რომ 18 წლის ბიჭს მაძლევს 5, 6, 7 წუთს ოფიციალურ თამაშებში სათამაშო. ესე იგი, ამ 5, 6, 7 წუთში მე მოედანზე იმაზე კი არ ვფიქრობდი, რომ როგორ რა გამეკეთებინა ჩემი გუნდისთვის კარგი რა, რომ იმ 7 წუთიდან 10 წუთი დამემსახურებინა. ანუ ესეთი მენტალიტეტი კი არ მქონდა. მე ისეთი მენტალიტეტი მქონდა და მცდარი, რომ ისევ იმას უბრუნდებოდი, რომ მე მაქვს 4 წელი
18-ის ვარ და დრაფტზე უნდა გავიდე და უნდა ამიყვანო ნუეჭველი. მმ. და ეს იყო ჩემი thought process, ანუ ამას რასაც ვფიქრობდი, ყველა თამაშზე. და წარმოიდგინე, ანუ რამდენი ბურთს მე მივიღებდი, იმდენი ჩაგდება მინდოდა. და ალბათ არ არის ჩასაგდების სიტუაცია. და ამიტომ ისეთ ცუდ გადაწყვეტილებებს ვიღებდი, რომ იმ 7 წუთის მაგივრად უკვე 4 წუთს მithმობდა. ხანდახან არც მიწევდა თამაში და ეს ჩემთვის იმხელა სტრესი იყო, რომ სახში რომ მივდიოდი, აი შვნიდი ყველაფერს, მუშტების ტყმა და სტრესი და ანუ რამხელა წნეხს იდებ თავზე, როგორც 18 წლის ბიჭი, რომ ამბობ, რომ NBA-ში გინდა, მაგრამ იმ ყველაფერს არ აკეთებ და ვერ აკეთებ, რაც NBA-იმდე მიგიყვანს რა. ანუ მენტალიტეტი გაქვს მცდარი, ის კი არა, რომ დონე არ გაქვს. პირიქით, დონე იმიტომ გაძლევენ 7 წუთს ACB-ში 18 წლის რო ზოცა 7, 8, 9 წუთს რო იმ ზუსტად მაგიტო რომ დონე გაქვს. იქ არავინ არ გჩუქნის არაფერს რა და მე ეს ყველაფერი დავიმსახურე. მაგრამ უკვე მენტალიტეტი ისეთი მქონდა რომ ეს არ დამეხმარა მე. და შენ თავს უწესებდი ძალიან მაღალ სტანდარტებს და თამაშის დროს უფრო მეტ ძალისხმევით თამაშობდი. კი, ძალიან დიდ წნეხს ვიდებდი მე ჩემ ბეჭებზე. როცა ვეთამაშებოდი ნიკოლა მიროტიც და იმის მაგივრად რომ ეხლა დაცვაში მე ყოველთვის ძალიან ის ყველა დეტალს ყოველთვის ჩემი კარიერის განმავლობაში ძალიან დიდ ყურადღებას ვაქცევდი, მაგრამ თავდასხმაში ალბათ მე რომ ბურთს მივიღებდი და იქ swing უნდა გამეკეთებინა, ხო? მე რომ მივიღებდი უტევდი და ეს არ იყო სწორი გადაწყვეტილება. უტევდი იმიტომ რომ ვიცოდი რომ სკაუტები იყვნენ, NBA სკაუტები იყვნენ ამა თუ იმ თამაშზე, ვიცოდი რომ თავი უნდა კარგად გამომეჩინა და ჩემი მენტალიტეტში და შეხედულებაში რაც ესეც მცდარი იყო, ბურთის ჩაგდება იყო ჩემი თავის გამოჩენა, რაც არ არის ეს. რაც, სხვა ძალიან უამრავ დეტალს გახურებიდან დაწყებული, ძალიან 1000 დეტალს აქცევენ ყურადღებას და ინიშნავენ იმ თავის როლში, ვიდრე შენი ის ორი ქულა, რა. და ეს ბევრმა არ იცის და იმედია ნელ-ნელა ეცოდინებათ, რა და ჩემი პირველი ძალიან მიგრძელდება ახლა, მაგრამ უნდა მოვყვე ეს ისტორიები, იმიტომ რომ უნდა იცოდნენ რა მაყურებლები. ჩემი პირველი წინაღობა ეს იყო და სირთულე და მეორე სირთულე, ტრავმები რა. წარმოიდგინე, ანდორაში ვიყავით მე და გიო შერმადინი გუნდელები. სახლში გქონდა მთელი სეზონის განმავლობაში, საშინაო მატჩებში მხოლოდ ერთი წაგება, ისეთი მაგარი სეზონის ვატარებდით და მე და გიო ვიყავით სტატისტიკურადაც გუნდის ლიდერები რა და მე იმ მომენტში ვარ 22 წლის. წარმოიდგინე, 22 წლის, რომელიც ACB-ში ვარ, გიო იყო ტოპ სკორერი და ტოპ რიბაუნდერი და წალეკა ყველაფერი მაგ წელს და რომელ წელს არა, მაგრამ ტოპ ვალორაციაში, რანკინგში, ინდექსში და მეორე ვიყავი მე 22 წლის რა. ანუ და პირველივე წელსვე როცა ვთამაშობდი, ერთწლიანი გავაფორმე და პირველივე წელსვე ისე მაგრა გამოვიჩინე თავი, რომ შუა სეზონში GM-მა დამირეკა, ქონდა მიტინგი და შემომთავაზეს +2 წელი. და იმდენად კარგად თამაშობდი, რომ ჩემაგეც ველაპარაკე, რომ ძალიან კარგ დონეზე ვარ მეთქი და მოდი ხوار დავიცადოთ მეთქი, ჩავამთავრო ეს სეზონი და იქნებ უკეთესი ოფერები წამოვიდეს თქო რა, შემოთავაზებები თქო და არაო ბექაო, ჩემი გამოცდილებიდან თან მირჩია, რომ ყოველთვის კაია, რომ თან შენი ასაკის მოთამაშე დარჩეს იმ კლუბში, განავითაროს თავის თავი და უკვე უფრო დიდ და მაღალ როლს მთავაზობდნენ რა, შემდეგი 2 წლის განმავლობაში და დავეთანხმე და კიდე კაი რომ დავეთანხმე, იმიტომ რომ როგორც კი მოვაწერე extension-ს ხელი, გახანგრძლივებას 2 წლით. ზუსტად ერთ კვირაში მივიღე ტრავმა, რომელმაც გამომატოვებინა შემდეგი წელიწადი და 7 თვე. ანუ ის პლეი-ოფები ხო ვერ ვითამაშე. პლეი-ოფში გავედით და რეალ მადრიდს მეხუთე თამაშამდე მივიყვანეთ და მადრიდში დავმარცხდით საბოლოოდ. ძალიან მაგარი სეზონი მქონდა რა და ვიყავი გუნდის ერთ-ერთი ლიდერი რა, გინდა არ გინდა. და ესე იგი, ის პლეი-ოფები ხო ვერ ვითამაშე. შემდეგი წელი მთლიანად ვერ ვითამაშე. და შემდეგი წელი რო დამთავრდა და ჩემი
მეორე ანუ ჯამში მესამე წლის, ანუ ბოლო წლის ხო, ბოლო წლის კონტრაქტი კონტრაქტი, შევიდა კი. ძალაში და პრესეზონი დაიწყო და ვემზადები, მე კიდე ვერ ვარჯიშობ გუნდთან ერთად რა და medical staff-ი გუნდის შეიკრიბა, ავიდნენ GM-თან და owner-თან, პრეზიდენტთან და უთხრეს, რომ აი ჩვენ ყველაფერს ვეცადეთ ბექას პრობლემის აღმოსაფხრელად, მაგრამ სონს ვდებთ იმაზე, რომ ბექა ვეღარ ითამაშებს კალათბურთს რა, ანუ ყველაფერი ვცადეთ. და შენ როგორც გუნდის owner-ი, medical staff-ი რო შენ გუნდის ექიმი რო ამას გეუნება, ანუ всё რა ხელს იქნევ რა, ანუ შენ იმას ენდობი, იმის სიტყვას ენდობი და მე ამ დროს მიკეთებენ cuts რა, კონტრაქტის შეწყვეტას. და აი რომელიც Twitter-იდან გავიგე ჩვენიერ დღეს დილით. ევროპაში ხდება ეგეთი რაღაცები. კი. მე მეგონა მარტო NBA-ში ხდებოდა, რომ თამაშზე რო იგებენ, რომ 20 მაშინ უკვე 23 წლის ვიყავით და აი მაშინ გამოცადეთ ჩემ თავზე, მაშინაც ვიცოდი ეს NBA-ს ისტორიები ხო და მაშინ გამოცადეთ ჩემ თავზე რა. და ეს იყო ძალიან დიდი შოკი, ძალიან დიდი დარტყმა, რა თქმა უნდა GM-ის მე გავიგე, მე ეს ფიზიოთერაპევტიდან, იმიტომ რომ ძალიან ძმაკაცობდით, წარმოედგინეთ წელიწადი და 7 თვე ტიპი გადამყვარ, რომ მე ფეხზე დავეყენებინე რა და ისე დავახლოვდით და დავძმაკაცდით, რომ მაშინ ეს არ მითხრა, რომ გული არ მტკენოდა, მაგრამ წლების მერე უკვე მე რო თამაშობდი და ანდორა ესე კალენდარში რო შემოხაზული მყავდა, რომ ანდორასთან თამაში როცა მოვა, მე მზად უნდა ვიყო. ერთ-ერთ თამაშის მერე მითხრა, რომ აი ჩვენმა ექიმაო, არიციო შენ, მაგრამ ესე გადაწყვიტაო და შენი კონტრაქტის გაწყვეტის მიზეზიც ეს იყო რა. და ჩემ მეორე ეტაპი სირთულის ეგ იყო რა და მე უკვე ამ ტრავმასთან დაკავშირებული, ანუ იმდენად არ იყო ეს რამის გაწყვეტა, რომ შეხორცებულიყო, ეს იყო ქრონიკული რაღაცის დაზიანება, ცვეთა, რომელიც არ დგება ადამიანის ორგანიზმში და ამასთან მომიწია მე ყოველდღიური, ყოველთვიური და ყოველწლიური ჭიდილი იმაში, რომ მე ყოფილიყავი ისეთ ფორმაში, რომ შემეძლო თამაში და ვარჯიში რა, რაც ძალიან დიდი მასთან არის დაკავშირებული. წარმოიდგინე, ბაჭო, მე არ მქონია 23 წლის ასაკიდან, მე 5 დღეზე მეტი day off-ი არ მქონია და day off-ს გეუბნები როგორ იცი, რომ დაივიწყო კალათბურთი, დაივიწყო ჯიმი, ტრენაჟორები, ყველაფერი და relax იყო შენ ოჯახთან ერთად და წახვიდე და დაისვენე. 5 დღეზე მეტი გადამულად მე ეს არ მქონია 23 წლიდან. ანუ იმდენი ძალისხმევა მიხდება რა დღესდღეობითაც რა. ეხლა აქედან რო დაგემშვიდობები, მივდივარ მეც ჯიმში რომ ვივარჯიშო და მე შუთერაუნდი მქონდეს რა და ანუ იმდენ სირთულესთან მომიწია ჭიდილი, თან ისე კი არა რომ რაღაც სირთულე შემხვდა წინ, გადავლახე და всё, არა, ანუ გადავლახე და ამ სირთულესთან მიწევს ყოველდღიური კავშირი რა და დღესდღეობითაც, მაგრამ კიდევ ერთხელ ამბობ, მადლიერების მეტი, არაფერი არ მეთქმის, მადლობა ღმერთს, რომ ვარ იქ, სადაც ვარ, რომ ჩემი ორგანიზმი მაძლევს იმის საშუალებას, რომ ვიყო უმაღლეს დონეზე, იმიტომ რომ ბევრი ვერ დაიკვეხნის, რომ ეხლა ACB-ში და ესპანეთის უმაღლეს ლიგაში უკვე მე 11 წელია თამაშობს, ნაკრებში აგერ კიდევ აღნიშნავ, ევრობასკეტიც გველოდება და ძალიან ისევა რა, ძალიან პოზიტიურად ვარ. თუმცა აი 3-4 წლის წინ რამდენჯერ მიფიქრია, რომ აი მოდი რა, აი იმდენად მტკივა და იმდენად უკვე აღარ შემიძლია, რომ ელემენტარული სროლის მომენტში იმხელად კივილი მაქვს, რომ აი დავანებო თავი რა, იმიტომ რომ არის ალბათ იმის იქითაც ცხოვრება და ოჯახი მყავს და ეს და ის, მაგრამ არ მოვეშვი რა და რო არ მოვეშვი და აი ეგ ფაქტორის და ეგ ტკივილის გადავლახე, ეხლა ბევრად უკეთო და წარმოიდგინე როგორ ვინანებდი, რომ ის ნაბიჯი გადამედგა რა და რა მოგცა მაგ დროს мотиваცია, რომ კიდე უფრო მეტად გაგრძელებინა? ანუ ფაქტობრივად ისედაც ხო hard work-ით იყავი დაკავებული და ამ hard work-ს კიდე დაემატა ცალკე რაღაც რუტინა, რომ მოუარო ტრავმას. კი. ხო, კიდე უფრო მეტი ძალისხმევა გჭირდებოდა, რა მოგცა ყველაზე მეტი мотиваცია ამ დროს? ოჯახის თანადგომა. ჩემი მეუღლის თანადგომა. მე უკვე ბავშვები რო გაგვიჩნდა, 2 გოგო ყავს და ანუ მათ რო უყურებ, ეგ უკვე მათი ჩემს მიმართ თანადგომაც არის, мотиваციაც არის, ის დიდი სიყვარულიც არის. და რო უყურებ იმ ორ ანგელოს, როგორ შეიძლება რომ
მე დავნებდი, არა, თან ჩემი ესეთ დევიზი არის, ძლიერები არასდროს ნებდებიან რა. ალბათ ეგ ხასიათიც და ეგ იქიდან გამოვიმუშავე და ეგ დევიზიც იქიდან ავიღე, რომ ჩემი წარსული გამოცდილებიდან რა და ამ ჩემი ოჯახის ღმერთის, მეუღლის, ჩემი შვილების თანადგომამ და უანგარო სიყვარულმა მომცა ის მუხტი და ბიძგი და ძალა, რომ არ დავნებებულიყავი რა და არ დავნებდი და ძალიან კარგი გემოც გაუგე მერე ამ კალათბურთს, იმიტომ რომ შარშან წინ ჩემპიონები გავხდით, შარშან ძალიან კარგი სეზონი მქონდა, სოფლიო ჩემპიონატზე გაქნა თამაშები უკვე არა მარტო სოფლიო ჩემპიონატს ზუსტად ერთ-ერთი ტრამვის გამო გამოვაკლდი რა, მაგრამ ამდენი წელია ხო ვარ ნაკრების, ანუ მე-6-ეთ ევრობასკეტზე რო გავედით და რო უნდა მე-6 ევრობასკეტი რო უნდა ვითამაშოთ, ესაც ხო ძალიან დიდი ზეიმია რა ჩვენი კალათბურთისთვის და ქვეყნისთვის და წარმოიდგინე მე რო ამ ზეიმის ერთ-ერთი წევრი ვარ და ნაკრების ოჯახის ერთ-ერთი წევრი ვარ, ძალიან დიდი სიხარულია ჩემთვის რა და სიხარულთან ერთად დიდი სიამაყეა რა ჩემთვის, იმიტომ რომ ის ყველა ის ოფლისწვეთი და შრომა რაც მე ამაში ჩავდე, ანუ ვიმკი რა და კარგად ვიმკი, ხო ხვდები და ძალიან მადლობელი ვარ იმ დღის, როცა დანებება არ დანებებას შორის ფიქრობდი და აი აქეთ გადმოვიხარე და არ დავნებდი რა. გულს მიყევი საბოლოო ჯამში მათ. კი, ბოლომდე. დევის რაც შეეხება ძალიან კარგი დევიზია. და აი მე ვეუბნები ხოლმე ჩემ დარბაზში მაქვს გამოკრული დიდი პლაკატი ჩემპიონები არ ეძებენ მიზეზებს, არამედ ეძებენ ხერხებს. როგორ გააკეთო რაღაც. და ის ზუსტად მან მივდივარ, აი ამ ფრაზით მივდივარ იმასთან, რომ ზოგი ადამიანი შვილები მოყავს მიზეზად, რატო ვერ აკეთებენ რაღაცებს და შენ ამ შემთხვევაში შვილები არის მიზეზი იმის გამო, რატო აწვევი კიდე შენ თავს. რაც ძალიან მაგარია. 100%. მოდი ეხლა ვისაუბროთ იმასთან დაკავშირებით, თუ რა რჩევები აქვს მოცემული შენთვის ყველაზე ისეთი, რომ აი შეცვალა შენი კარიერა. მწვრთნელს რა რჩევა მოუწია, იმიტომ რომ ყველა მწვრთნელს შეუძლია რომ რაღაც გასწავლოს. უბრალოდ მწვრთნელს გააჩნია რამდენი შეუძლია რომ გასწავლოს. და ჩემთან მაგალითად ბევრი მოდის იმ მიზეზის გამო, რომ აი მწვრთნელი რაღაცა კმაყოფილი არ ვარ მწვრთნელით, მაგრამ ყველას ვეუბნები, რომ ყველა მწვრთნელს შეუძლია რომ რაღაც გასწავლოს. რა რჩევა მოუწია შენთვის მწვრთნელს, რომ აი რაღაც გადაგიტრიალდა აქ და რაღაცაერად შეიცვალე? ძალიან მაგარი კითხვაა ესეც. ესე იგი, და ძალიან სწორად აღნიშნე რა, რომ მე იმდენი მწვრთნელი მყოლია. საინტერესოა ის ფაქტი, რომ ყველა მათგანთან მე კარგად არ მითამაშია, ვერ მითამაშია, ან ყველა მწვრთნელისგან ვინც ყოლია, არ მიმიღია იმდენი სათამაშო წუთი, ან ის როლი, რაც ალბათ მე ვფიქრობდი, რომ ვიმსახურები. მაგრამ ზუსტად იმათგანაც, ვისგანაც არ მიმიღია ეს ყველაფერი, რაც მე მინდოდა. იმდენი რამე ვისწავლე. რავი, ალბათ გაუტოლდება იმ მწვრთნელების რჩევებს, ვისთანაც კარგად ვიყავი და კარგი პერფორმანსი მქონდა და წუთების მქონდა და როლის და ყველაფერი. ეს ერთი საინტერესო ფაქტორი, იმიტომ რომ იმისგანაც ძალიან ბევრს სწავლობ და იმისგანაც ნეგატიური გამოცდილებისგანაც და პოზიტიური გამოცდილებისგანაც. დეტალურად რა რჩევები მიმიღია, აი აიტო გარსია რენესესი რო აღნიშნე 18 წლიდან ჩემი მწვრთნელი რო იყო. მელაპარაკებოდა ზუსტად ესპანურიდან როგორ გადავთარგმნო, ახლა სიტყვებს ვეძებ, მაგრამ იმდენად ამჩნევდა, რომ მე ის დრავცე მინდოდა გასვლა და მთელი ამბები, რომ ანუ როგორ ვიყავი, იცი, ფორიაქში ვიყავი რა და ეს ახლა არ ვიცი თუ დღესდღეობით დღევანდელ ახალგაზრდებს ეს აქვთ, იმიტომ რომ რამოდენიმე მათგანთან მიწევს ხოლმე ვარჯიში ინდივიდუალური და ამაყოფ ამ ბიჭებით რა, იმიტომ რომ ძალიან ისე არიან გაწონასწორებულად, ანუ ალბათ უფრო აქვთ აღქმული როგორი უნდა იყოს მათი გზა და მიყვებიან ამ გზას რა და მე როგორ ვიყავი, იცი, ცოტა დაკარგული ვიყავი რა, ანუ ეს გავაკეთო თუ ეს, როგორ გავაკეთო და დამისვავდა ხოლმე და აი ძალიან ბევრს მელაპარაკებოდა
აი take it easy. აჰა. ხო ხტები რა, ანუ მიყევი დინებას ყოველდღიურად. ანუ შენ თუ ამ საფეხურიდან აპირებ მე-20 საფეხურზე ასვლას, ნაბიჯები ამ უნდა ხო, ამ საფეხურიდან ჯერ მეორე საფეხურზე უნდა ახვიდე და არა მე-10-ზე. და მე მინდოდა მე-10-ზე და მე-15-ზე და მე-20-ზე წასვლა და ეს იყო არასწორი რა და როდესაც მე ამ თემებზე მელაპარაკებოდა და არაერთხელ მელაპარაკა იმ მომენტში ამას მე შინაგანა წინააღმდეგობას უწევ რომ არა ესესი არ არის არა და მე გამოცდილებასთან ერთად და ცოტა დაღვინებასთან ერთად ალბათ წლებთან ერთადაც ასაკთან ერთად მივხვდი რომ მართალი იყო რა და მე ესე უნდა გამომეყენებინა მაგრამ არ არის გვიან რომ დღესაც გამოვიყენო რა ხო ხტები და ამ რჩევა მე უკეთესი კალათბურთელი გამხადა არა ალბათ იმ დღეს ან იმ სეზონში მაგრამ შემდეგ სეზონებთან ერთად და წლებთან ერთად ნამდვილად გავითვალისწინე მისი ეს რჩევა. მე რო უფრო დეტალური და ტექნიკური რჩევა აქვს მოცემული იგორ კოკოშკოვს. იგორ კოკოშკოვმა მითხრა რომ ბეკა შენ თამაში და სტილში უნდა ჩართო 0.5 წამის ფუნქცია. და რას მოიაზრებს ეს 0.5 წამი? ეს აქვს სან ანტონიო სპურსში 0.5 წამის წესი. და რას მოიაზრებს? შენ როგორც კი ბურთს მიიღებ 0.5 წამი, ან ნახევარ წამში უკვე უნდა იცოდე რა გადაწყვეტილებას იღებ. ეს არის სროლა, დრიბლინგის შეტევა, ჰენდოფი, რაც არ უნდა იყოს, ხო, 1000 რაღაცის გაკეთება შეიძლება მიღებიდან და არა მარტო მიღებიდან, უბურთოდაც რო ხარ, უბურთოდ, ანუ იმდენად კარგად უნდა მოძრაობდე და მართლა threat უნდა იყო, ანუ უნდა ემუქრებოდე შენ იმ დაცვას და ვინც შენ გიჭერს, რომ ხო ხტები რა, ანუ ბევრ ტექნიკურ დეტალებში შევალთ ახლა, მაგრამ ანუ უბურთოდაც მოძრაობას უნდა იცოდე და დაჟე ანუ უბურთოდაც როცა ხარ ეს 0.5 წამის წესი მოქმედებს და უნდა იმოქმედოს რა. და მე რა მახასიათებდა, იცი რომ ბურთის მიღებიდან ცოტა 0.5 წამზე მეც უნდებოდი გადაწყვეტილების მიღებაში თუ მესროლა, თუ ფეი გამეკეთებინა, ჯებ, პასი მიმეცა და რა, ხო, ანუ ეს რომ მითხრა, რა თქმა უნდა, არ ვიცოდი თუ ესე წესი არსებობდა, მაგრამ ნუ რასაც უსვავდა ხას ძალიან ნათელი იყო ჩემთვის და როცა დავიწყე ამაზე მუშაობა, იცი, მეორე და მესამე და მეოთხე დღესვე ვერ შევცვალე, მაგრამ გამოცდილებამ იმდენად მოიტანა, რომ მე ბურთს რო ვიღებ უკვე ანის და ვაკეთებ ანიმას და აღარ ვაჩერებ, იმიტომ რომ იმ დინამიკასაც კლავ რა და მე ეს რო გავიაზრე და მივხვდი და მე რა თქმა უნდა ჩემ თამაშებსაც ვუყურებ ხო თამაშს რო ვითამაშებ მე თამაშს ვუყურებ და სანამ გუნდის გარჩევა მოვა ვიდეო გარჩევა ვარჩევ მე შენ თავს რაოდენადაც არ უნდა მტკიოდეს და არ მომწონდეს ჩემი თავის ყურება და ალბათ კობის სტორებიდანაც ვიცით რომ ძულდა იმ თავის ყურება მაგრამ იმისთვის აკეთებდა რომ უკეთესი კალათბურთელი შემდგარი თამაშს აღარ მახსოვს რამდენი ხანი ამბობდა ამის საათი თუ რაღაც უყურებდა ყოველ წამს არჩევდა და აპაუზებდა და rewind და აქ და იქ ხო და ანუ მასეთი მომენტებიდან გამომდინარე რომ დავიჭირე ჩემი თავი რომ ბექა აქ შენ ბურთი გააჩერე და ის დინამიკა უცბად ჩაკალი რა დინამიკაც გუნს აკრეფილი ქონდა რომ რაღაც advantage, ანუ რაღაც უპირატესობა მოგვეპოვებინა რა და ეს რომ მე უკვე დავინახე, დავაანალიზე და იგორამაც ამ თავის 0.5 წამით ცოტა ხელი შემომაშველა რომ ეს თუ მომცა რა მე უკვე მივხვდი რომ უკეთესი კალათბურთელი გავხდი მარტო იმ ფაქტის გამო რომ ეს წესი ჩემ თამაშს მოვარგე რა აი ესე უფრო ესე ძალიან ეგ არის ზუსტად ის, რასაც ვეუბნები ხოლმე ჩემ მოსწავლეებს, რომ მით უმეტეს დღევანდელ ქართულ კალათბურთში ეგრეა რა, მეთქი რომ მიიღებ პას 0.3 წამი გაქვს იმისაც რომ გადაწყვეტილება მიიღო. წინააღმდეგ შემთხვევაში შენი გუნდელები ყურზე გაზიან და გეუბნებიან პას. ეგ რეალობა გვაქვს დღესდღეობით საქართველოში კალათბურთში და ძალიან გამიხარდა ეგ სიტყვები რომ გააჟღერდა, იმედი მაქვს რომ ბევრი ახალგაზრდა გაითვალისწინებს მაგას. მე ასევე მაინტერესებს ჯიკისთან დაკავშირებით, ანუ
ჩვენ სანამ დაიწყო პოდკასტი იქამდე ვისაუბრეთ. მე პირადად ძალიან დიდი სიმპათიით ვარ განწყობილი ჯიკისთან, პირადადაც მქონდა შეხება და ხედავ ამ კაცის ხედვას, მაგრამ თვითონ არ აზიარებს ამას. არ უყვარს გაზიარებს. ესმის რასაც. მაგრამ საბოლოო ჯამში მე ვფიქრობ, რომ მისი მიდგომები ძალიან სასარგებლო შეიძლება იყოს, შეიძლება კი არა დარწმუნებული ვარ, რომ იქნება სასარგებლო რამოდენიმე წელში საქართველოს ნაკრებისთვის. შენ რო გაგვაცნო ამ ყველაფრის მიმართ შენი დამოკიდებულება. კი, ანუ ჩაწერის დაწყებამდე რაზეც ვისაუბრეთ, ანუ ის უნდა ვთქვა აუცილებლად, იმიტომ რომ ფაქტია რა, ყველაფერს თავი დავანებოთ. ციგიჩი როდესაც ჩვენთან ერთად ჩამოვიდა და ჩვენ ნაკრებს შემოუერთდა, მისი ჩამოსვლიდან და ყველა მოთამაშის ჩამოსვლიდან 5 დღე გქონდა ყველას ერთად, რომ მომზადებულიყავით პირველი ოფიციალური თამაშისთვის. და ეს იყო ამ ევრობასკეტზე, რომელზეც უკვე გავედით, იმის მოსამზადებელი, იქ გასასვლელი პირველი ოფიციალური თამაში დანიასთან დანიაში და ანუ იმის თქმა მინდა ამით, რომ მიუხედავად იმ წაგებული თამაშისა და მე რა თქმა უნდა სახში თბილისში სერბეთთან ისინი ფავორიტები იყვნენ და გასაგებია. ისე ცუდად დავიწყეთ, რომ ყველა უკვე წარბიაწია რა ხალხმა, რომ აბა რა ხდება და როგორ ხდება და აბა რა იქნება. თუმცა უკვე დროსთან ერთად და ეს დრო დიდი არ გქონია, მაგრამ იმ 5 დღეზე მეტი ხო გქონდა მოსამზადებელი. ფინეთთან ძალიან მნიშვნელოვანი და მაგარი თამაშები მოვიგეთ, როგორც იქ, ასევე აქ. მერე დანიასთან გადამწყვეტი თამაში, ხო? ანუ დრომ ეს ყველაფერი და ერთმანეთში იმ დროის გამოყენებამ ერთმანეთში რომ მოგვემზადებინა ჩვენი თავი, ციკიჩის ფილოსოფია რო გადმოგვეყო და მიდგომა რო გადმოგვეყო და ჯერ იცი, სნელმა რაც უნდა გელაპარაკოს თავის შეხედულებაზე. შენ თუ ეს არ გაითავისე, ხო, თუ ამაზე არ დათანხმდი, რომ აი მე ხვდები შენ რასაც ამბობ და მე ამას 100%-ით გავაკეთებ, რომ ეს გამოვიდეს. შენ თუ ცოტა წინააღმდეგ ხარ ამ შეხედულების არ გამოვა. არანაირად რაღაც მომენტში ყველა ვარიანტში გადავუხო გზას. აუცილებლად იზავ რა ამას და ჩვენ ინდივიდუალურად ვიძახით ჩემი გამოცდილებიდან და შეხედულებიდან, რომ რაღაც დრო დაგჭირდა, რომ ჯერ გაგვეცნობიერებინა ამ კაცს რა უნდა დაჭერდა რა, რას გთხოვდა რა და ამას რაღაც დრო ჭირდება. და მე იმდენად მიხარია, რომ ეხლა მთელი ძალიან დიდი დრო არ არის მართალია, მაგრამ მთელი თვე გვექნება მოსამზადებელი პერიოდი და ფლისყალობით ყველანი ჯანმრთელად ვიქნებით და ჯანმრთელები შევხვდებით ამ ევრობასკეტს, რომ მე ძალიან მწამს იმის, რომ უფრო კიდე კარგად გავითავისებთ ამ ფსიქოლოგიას და იდეოლოგიას კალათბურთისა, რაც ძიკიც უნდა, რომ როგორც ძიკიც უნდა, რომ ჩვენმა ნაკრებმა ვითამაშოთ. ჩვენი ნაკრები ახლა რა არის საინტერესო ფაქტორია. ჩვენი ნაკრები ერთადერთს ვერაზროს ვერ შეცვლის და ეს არის ხასიათი. ქართული ხასიათი გამტანიანობა ერთმანეთისა თუ საკუთარი თავისა თუ მიწოლისა ეს არასდროს არ შეიძლება და ამის გარშემო რამჩვენი ფილოსოფია დააშენი არ არის პრობლემა. ხო რა ვინც არ უნდა მოვიდეს და რომელიც ჩვენიც არ უნდა მოვიყვანოთ, მე ამ ცალმა ეს ყველაფერი ამ ხასიათს უნდა მოარგოს. და ჩემი აზრით გვაქვს დრო, სურვილი და რესურსი იმისა, რომ ეს ყველაფერი მოვარგოთ ჩვენ ხასიათს. ამიტომ იმედია, კარგად ჩამოვაყალიბე, იმიტომ რომ ძალიან დეტალურად უნდა შეხედო რა. აი, ისე თუ შეხედე, რომ აი ჩამოვიდა ეს ახალი კაცი და პირველი ორივე თამაში წააგეს, ესე თუ შევხედეთ ძალიან ზოგადად და ძალიან შორიდან. არ არის მეც ახლა საკალათბურთო სამყაროში რო ვარ, ბევრი მეკითხებოდა, რომ აი ეს ორი თამაში რო წავაგეთ მით უმეტეს მაგ პერიოდში, რომ აი რას ფიქრობ ბაჩო შენ და მეთქი ყველას ვეუბნებოდი. ძალიან კარგი მწვრთნელია, 2 წელში ნახეთ რა სიტუაცია იქნება ნაკრებში, ძალიან მაგარი სიტუაცია იქნება ნაკრებში. კიდე ის მომეწონა ვარჯიშებზე, მაგალითად შენ იმ პერიოდში ტრავმა გქონდა სამწუხაროდ და ვერ გნახე ვარჯიშებზე. მაგრამ ვარჯიშებზე რო ვესწრებოდი ჯიკისთან, შესვენება იყო თუ რაღაცა ვარჯიშის ბოლო მომენტი იყო, მოთამაშეებს ცალ-ცალკე ისაუბრებოდა, რომ გაიგო იმათი პირადი მიზანი რა იყო და ეს მიზანი როგორ დაერთებინა თავისი სამწვრთნელო ფილოსოფიაზე, რაც არის ჩემი აზრით, აი გამორჩეული კომუნიკაციის უნარი, რაც ბევრ მწვრთნელს მაღალ დონეზე არ აქვს. ჩემი აზრით, ძალიან კარგ შედეგებზე გავალთ
ძალიან მალე. შაქარ. იმედია. კიდე რა ფაქტორია იცი ზიგისთან დაკავშირებით ძალიან პოზიტიური და კარგი, იმიტომ რომ ახალგაზრდებს უთმობს ბევრ დროს და აქცევს დიდ ყურადღებას. და რას გულისხმობ ამაში? იმის გარდა რომ მათ ასე თუ ის მეტ ნაკლებად სათამაშო წუთებს პირველივე ოფიციალური თამაშიდან დანიასთან უთმობს, ხო? ასევე ძალიან ბევრ დეტალს აქცევს ყურადღებას მათთან მიმართებაში ვარჯიშამდე თუ ვარჯიშის შემდეგ თუ თითოეულ მათგანს რაზე აქვს სამუშაო, რაზე უნდა იმუშაონ, რომ იყვნენ უკეთესი კალათბურთელები. ამათზე ის ხაზს უსვავს თუ რა არის და პლუს ამას უწყობს ხელს, რომ აი ამაზე უნდა ივარჯიშო ესე. ანუ მარტო იმას კი არ ეს ამაში უნდა იყოს უკეთესი რა. არა, როგორ უნდა იყოს უკეთესი, ამის გასახანსაც აძლევს და ინფორმაციას აძლევს და ეს ძალიან მნიშვნელოვანია რა. და იმ კომუნიკაციას რაც შენ აღნიშნე ვარჯიშის მერე რომ მიდის მოთამაშეებთან, ესეც ჩემი აზრით ერთ-ერთი მნიშვნელოვანი და მთავარი ფაქტორია, იმიტომ რომ მწვრთნელმა თუ დაამთავრა თამაში, დაიხურა ხუდი და წავიდა, ის ისეთ უკეთეს შედეგს ვერ დადებს, როგორც რო დაამთავრა ვარჯიში, იმ ახალგაზრდებს ავარჯიშებს ჩართულია ელაპარაკება და პლუს ამას ლაპარაკის გარდა ისმენს მათ რა აქვს სათქმელი რა. და ეს მწვრთნელში ჩემი აზრით მე თუ არ ვიცი, იქნები თუ არა, მაგრამ ოდესმე მწვრთნელი თუ იქნები, ამ დეტალს ძალიან მივაქცევ, ძალიან დიდ ყურადღებას. ხედავ ისე შენ თავს მომავალში მწვრთნელად? იცი რა არის, ყოველთვის მინდოდა და არაერთ მწვრთნელს აქვს ჩემთვის ნაკითხი და ნათქვამი, ვაპირებ თუ არა მწვრთნელობას რა, იმიტომ რომ იმდენად საზილაზე თქვა, მაგრამ იმდენად ღრინჭოში უყვები ხოლმე თითოეულ დეტალს და იმდენ დეტალს ვაქცევ ხოლმე ყურადღებას, რომ ალბათ ეს მწვრთნელებმა ჩემო თანამშრომლობა დაიჭირეს და მაგიტომაც მკითხეს და დამისვეს ეს კითხვა რა. მქონდა იცი და კურსიც დავიწყე ესპანეთში, პირველი კურსი გავიარე წარმატებით და მაგრამ ამ ყველაფერთან ერთად ძალიან მაინტერესებს აი შიდა სამზარეულოში კლუბის და ორგანიზაციის შიდა სამზარეულოში ეს მენეჯმენტობა და სპორტული მენეჯერობა უფრო და უფრო რო ჩავიხედეთ ძალიან დამაინტერესა რა. ამიტომ არ ვიცი, ძალიან ორი დილემის წინაშე ვდგავარ, რომ მაგრამ ესპანელებს აქვს გამოთქვა, რომ დალოცვილი პრობლემაა რა. პრობლემა კი არა რაღაც დონეზე, მაგრამ დალოცვილია, იმიტომ რომ ორი ისეთი საქმის წინაშე ხარ და დილემის წინაშე ხარ, რომ ორივე შენი საყვარელი სფეროა რა. ესე რომ ვნახოთ მარტო მომავალში გავიგებთ ალბათ. ძალიან დიდი მადლობა. კიდე მინდა რომ რაღაც კითხვები დაგისვა, მაგრამ სამწუხაროდ ჩვენი დრო იწურება. ძალიან დიდი მადლობა რომ გვესტუმრე, ძალიან მნიშვნელოვან ფაქტორებს შევეხეთ და იმედი მაქვს კიდე რო იქნები საქართველოში, ისევ გიხილავ პოდკასტში გინდა თუ სხვა სიტუაციაში ძალიან გამიხარდება. მადლობა რომ გვიყურეთ და გამოიწერეთ აუცილებლად ჩვენი არხი და გახსოვდეთ რომ ეს პოდკასტი ჩავწერეთ პოდკასტ არეაში. დროებით.